ჟურნალისტი, რომელიც დააპატიმრეს და სცემეს, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის მხედველობას კარგავს, მას არ აქვს სათანადო სამედიცინო დახმარება. რასა იუკნევიჩიანემის ინფორმაცია ევროპულ მედიებს მიაწოდა, თუმცა მისი ტყუილი თავად მზია ამაღლობელის ადვოკატმა მალევე ამხილა. თქვა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ ყოფილა. მზია ამაღლობელს არ განუცხადებია, რომ ფიზიკურად მზია ამაღლობელს აქვს განცხადება გაკეთებული, რომ მას აკანებდნენ შეურაცხყოფას, მაგრამ ის რომ ეხა ხელით ის ვიღაცა მაგ შესაძლებელია ეს დაზიანებები მიღებული იყოს დაკავების დროს, იქ მანამდე მზია ამაღლობელი წაიქცა მიმდინარე მოვლენების დროს, ანუ ეს არის გამოსაკვირველი გამოძიების მიერ. ამ განცხადებამდე იყო მისი ავტორობით საქართველოს შესახებ დაწერილი რეზოლუცია. ეს მაგალითი კი სახელისუფლებო პარტიისთვის იმის კარგი დასტურია, რომ ოპოზიციის მოკავშირე ევროდეპუტატი ტყუილებს ამბობს და წერს. ამ კამპანიის მიზანი კი პრემიერ-მინისტრისთვის სახელმწიფოს დაკნინება. ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მე მგონი თლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისათვის, რომ 2012 წლებში ბოლომდე მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც ისინი ჩადიოდნენ. მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, ხო? მას ჰქონდა მცდელობა დაეკრინებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეკრინებინა პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. რასა იუკნევიჩიანეს რეზოლუციას ისევ მის მოკავშირე პარტია ნაციონალურ მოძრაობაში იწონებენ და პრობლემას ვერც ევროდეპუტატის მიერ ფაქტების დამახინჯებაში ხედავენ. ფაქტია, მზია ამაღლობელი არის მსხვერპლი ამ რეჟიმის მხრიდან ძალადობისა, ის არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მშვიდობიანი და პოლიტიკური მეთოდებით ებრძოდა ამ რეჟიმს. სააკაშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადება ამერიკული ფარას ქართული ანალოგის კრიტიკა, ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოხსენიება, ეუთო ოდირის დასკვნის გვერდისავლით ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ევროპარლამენტარმა რეზოლუციაში ჩაწერა და მხარდაჭერაც დაიმსახურა. შესაბამისად, მმართველი გუნდისთვის ის, რაც ახლა ბრიუსელში ხდება, ღირებულებათა კრახია. მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდეს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს მანვე თავად შეიტანა შესწორება, რომ ოპოზიციას მოუწოდეს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. აი ასეთ ხალხი გაღმერთებული ყავს აი ამ აკაცუკა ოპოზიციას, რომელიც მისი სიტყვა მათთვის არის თითქოს რაღაცა რელიგიურ სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანი. ევროპარლამენტი ხო უკვე დაამსგავს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს და ეხლა ბრეჟნევიზაციის პროცესიც თუ უნდა დაიწყონ, ბრეჟნევიზაციის პროცესი 7 წლის არჩეული ადამიანი, რომელსაც ვადა გაუვიდა უკვე კარგახანია და იმაზე ამბობენ, რომ უნდა იყოს აღიარონ ლეგიტიმური. ვიცით, როგორ იწერება ეს რეზოლუციები, ჩვეულებრივად ფულს იხდიან ამაში, პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე შავია და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ხალხი ამას ყველაფერს ხედავს, ხალხი ამ ყველაფერს უყურებს და დღევანდელი ევროპა ფაქტიურად დაცლილია იმ სამართლიანობისგან და იმ ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. იცლია, რომ ჩვენი ქვეყანა გააშაონ, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ, რატო ერთადერთი მიზანი და ერთადერთი მახასიათებელია, რომ გარკვეული ჯგუფები, ლობისტური ორგანიზაციები აფინანსებენ მათ შორის იმ ტექსტებს, მათ შორის აი ამ უსაშობლო კომუნისტებს და ბოლშევიკებს, რომელიც იქ არიან მოკალათებული, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო გააშაონ. ლობიზმით დაწერილი რეზოლუციის ფასი რეზოლუციებიდან რეზოლუციებამდე უფასურდება. მმართველი გუნდისთვის ბოლო ასეთ დოკუმენტს ღირებულება უფრო მეტად მისმა ავტორმა გამოაშკარავებული ტყუილით დაუკარგა.